გადააჭრევენ ამის საშუალებას. მონაწილეები აქ მას შემდეგ მოვიდნენ, რაც მთავრობის კანცელარიასთან დაიწყეს პროტესტი. ახლა ადგილზე თქვენ ხედავთ კადრებს, რა მდგომარეობაშია ის ჯებირი, რომელიც იცავდა სამართალდამცველებსა და აქციას მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეთვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ცდილობენ გზის გადაკეთვას, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, როგორ ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ის ჯებირი აქციის მონაწილეებმა, რომელიც იმ სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზეა, სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები და სადაც უნდა აშენებულიყო მრავალფუნქციური საავადმყოფო და სადაც გუშინ ორი ჩვენ ახლა შევეცდებით აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს გავესაუბრობ. რეზი, რამ გამოიწვია დაპირისპირება თუ შეგვიძლია? დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ დღევანდელ დღეს მთავრობას არ აინტერესებს ეს ხალხი. გუშინ 9 საათის მანძილზე აქ იდგა ქალი და თავის საყვარელ ადამიანს თავის მეუღლეს ელოდებოდა, ცოცხალი იყო თუ არა. არავინ არ მოვიდა მის დასახმარებლად, არავინ არ მოვიდა მოსაკითხად მაინც ადამიანურ დონეზე თუ როგორ იყო ეს ადამიანი. დღეს ჩვენ 11 საათზე 11-ის ნახევრამდე მივეცით იმ პირებს, რომლებსაც მივიშნებთ პასუხისმგებლად ამ ცუდი პოლიტიკის, რომელიც არის ანტისოციალური პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ღირსეული შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში, ეს გრძელდება დღეს. როგორც ცნობილია, დავით სუბელიანს აკავებენ სამართალდამცველები. ჩვენ გადასვლის საშუალებას სამართალდამცველები არ გვაძლევენ. სამართალდამცველებმა სუბელიანი დააკავეს.